მოდით ვნახოთ მათეს სახარების 26 თავში მუხლი 17-ში მოცემული სწავლება. უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას, სად გინდა რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? მან უთხრა, წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს თქო მოძღვარი. ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად. მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა და მოამზადეს პასექი. მუხლი 26-ში. როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა, აიღეთ ჭამეთ. რა არის ეს? პასექის პური. ეს ჩემი სხეულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ჩემი ხორცია. მუხლი 27-ში. აიღო სასმისი. თასის შიგნით არის პასექის ღვინო. მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა, ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. პასექის პური და პასექის ღვინო შეიცავს იესოს ხორცისა და სისხლის მნიშვნელობას. იესომ თქვა, ვინც ჭამს კაცის ძის ხორცს და სვამს მის სისხლს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე. ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც პასექის პურს ჭამენ და პასექის ღვინოს სვამენ, იესოს ხორცს ჭამენ და იესოს სისხლს სვამენ. რადგან იესომ აღუთქვა, რომ ვინც მის ხორცს ჭამს და მის სისხლს სვამს, მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს, ვინც შეჭამს პასექის პურს და დალევს პასექის ღვინოს, მას შეუძლია მიიღოს ღვთისგან სიცოცხლის ხეზე უფასო საშვი. ღმერთმა, რომელმაც შეზღუდვა დააწესა სიცოცხლის ხისკენ მიმავალ გზაზე, გააკეთა საშვი, რომელსაც პასექი ეწოდება და რომელიც საშუალებას გვაძლევს, თავისუფლად შევიდეთ სიცოცხლის ხისკენ მიმავალ გზაზე. ყველას, ვინც მიიღებს საშვს, ანუ პასექს, შეუძლია შესვლა სიცოცხლის ხისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ისინი, ვინც ვერ მიიღებენ საშვს, ვერ შევლენ სიცოცხლის ხისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ მათ არ შეუძლიათ მარადიული სიცოცხლე. ისინი მაინც ცოდვაში იქნებიან გამოკეტილები, არა? ჩვენ მარადიულ მადლობას, დიდებასა და ქებას ვუცხადებთ ღმერთ მამას და ღმერთ დედას, რომლებმაც ახალი აღთქმის მეშვეობით ცათა სასუფევლისკენ თავისუფალი საშვი მოგცეს. დიდი მადლობა.